მუშაობს. პრემიერი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის. ღონისძიება ამ წუთებში იწყება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ იმერეთს. 94 ხიდს 19 ახალი ხიდი ავაშენეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 55 კილომეტრი გზის აშენება მოახერხა. მაშინ როდესაც პირველი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებიდან 7 წლის განმავლობაში ხოლო 70 კილომეტრი გზა გაიხსნა. ახალი გზები, ახალ სამუშაო ადგილებს მშენებლობის დასრულების შემდეგაც ქმნის. ჩქაროსნულ მაგისტრალზე ყოველ 50 კილომეტრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსასვენებელი ობიექტები აშენდება. მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეიძლებათ ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზება. მთლიანობაში ამგვარი ინფრასტრუქტურა შექმნის დამატებით შემოსავალს, ეკონომიკურ სიძლიერესა და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყანა ამ გზით ერთმანეთს ევროპასა და აზიას დააკავშირებს. დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას. ბატონო პრემიერი. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ძვირფას სტუმრებს, მივესალმებით პატრიოტულ ელჩებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში მინისტრ შავრიაშვილს და მის გუნდს, სამინისტრო თითო უთანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მე ვიცი, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტში. და მინდა მათ უთხრა განსაკუთრებული მადლობა, ვინაიდან ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ თუ როგორი ხარისხით არის შესრულებული აღნიშნული პროექტი. მე მინდა აღნიშნო, რომ ის რაც მოვისმინეთ ბატონი მინისტრისგან არის ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი. ჩვენ გავხსენით დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის დიდი პროექტის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ქუთაისის 32 კილომეტრიანი შემოვლითი გზა. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ პროექტის განხორციელება ჩვენ მხარში გვიდგას იაპონიის მთავრობა. პროექტის დონორი არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს იაპონურ პარტნიორებს და იაპონიის ელჩს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იტალიის ელჩს, ვინაიდან პროექტში მონაწილეობდა იტალიური კომპანია. და ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც იქნება ძალიან წარმატებული. აქვე მინდა გავიმეორო ის, რაც ჩვენ მოვისმენთ ბატონი მინისტრისგან. ეს მართლაც შთამბეჭდავია ის შედეგი, რაც პირად შავლიაშვილმა ასე ვთქვათ მიაღწია ამ 2 წლის განმავლობაში. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა. მინისტრმა შავლიაშვილმა და მისმა გუნდმა, მისმა წინამორბედმა ერთობლივად შეძლეს 2 წელიწადში 55 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა. 550 კილომეტრზე მეტი გზის მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი ხიდის რეაბილიტაცია კაპიტალური და 19 ახალი ხიდის მშენებლობა. ეს არის ის რეალური შედეგი, რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ ამ მიღწეულ შედეგით არასოდეს არ ვიქნებით კმაყოფილი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი და უკეთეს პირობები შევუქმნათ. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უარი ვთქვით 9 მილიარდიან სასახლეებზე, ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა სასახლეებზე და კომფორტული ადმინისტრაციული შენობების მშენებლობაში. ჩვენ ეს ყველაფერი მივმართეთ გონივრულად, ეფექტიანად მოსახლეობის აკეთებდღეობით. მივმართეთ ჯანდაცვაში, მივმართეთ განათლებაში, მივმართეთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, წარმოების განვითარებისთვის, გზების მშენებლობისთვის და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენს მთავრობას წინა მთავრობისგან. მაგრამ აქ მინდა კიდევ ერთხელ გავიმარტო, რომ რა თქმა უნდა გასაკეთებელი ძალიან ბევრია მეგობრებო. ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წინა მთავრობისგან. მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული. მე გუშინ დავბრუნდი, ამ დილით დავბრუნდი ევროპიდან. სადაც ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე შევხვდი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას, ევროკომისრებს. ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. ისინი ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ გვაქვს ამ მოკლე პერიოდში 2 წლის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ სერიოზული წინსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული რეფორმები განმახორციელებთ ყველა სფეროში პრაქტიკულად. მათ ძალიან კარგად იციან თუ რა პრობლემები არსებობდა საქართველოში წლების განმავლობაში. ისინი აღიარებენ და აცნობიერებენ ამას და მიესალმებიან ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ გუშინ მე გავაფორმე ახალ ევროკომისართან ერთად რეგიონული გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის სფეროში კომისარ ჰანთან ერთად გავაფორმე ხელშეკრულება
რომლის ფარგლებში საქართველო მიიღებს 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას, რომელიც სრულად მოხმარდება რეგიონების განვითარებას, პროექტების შედგენას და ასშენებას. აქვე მინდა თქვა, რომ ჩემი მთავარი ყურადღება მიმართული იქნება რეგიონების განვითარებაზე. ჩვენ მუშაობთ, ჩვენ შევქმნით სახელმწიფო კომისია რეგიონების განვითარების და ძალიან მალე ჩვენ წარუდგენთ მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს წარუდგენთ რეგიონების განვითარების კონცეფციას. ეს იქნება კარგად გაწერილი, თითოეულ რეგიონზე მორგებული, ზუსტად მორგებული, თითოეულ რაიონზე, თითოეულ სოფელზე მორგებული ძველვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. და აქვე მინდა ვისაუბრებ შემთხვევით და მიმართო ბიზნესმენებს. ვინაიდან სახელმწიფოს და მთავრობას სამწუხაროდ გაგვაჩნია შეზღუდული რესურსები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ჩართულობა ამ პროექტში. ვინაიდან ჩვენ გვაქვს დღეს უნიკალური შანსი. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენ შევქმნით ყველაფერი, ყველა პირობა შევქმნით განვითარებისთვის. საქართველოში არის თავისუფალი გარემო, მეგობრებო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ვითარდება. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლად გამოხატვის უფლება და თავისუფლება. ამიტომ საჭირო ახლა გაერთიანება საჯარო სექტორის და კერძო სექტორის. იმისაც რომ ჩვენი რეგიონებისთვის კიდევ უფრო მეტი და კომერციულად მოუგებიანი პროექტები გავაკეთოთ. ერთად განვახორციელოთ. მე ამისთვის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ კერძო სექტორს, მთელი მთავრობა განახლებული შემადგენლობით ვართ სრულად მოტივირებული, რომ გავაგრძელოთ პროექტები და არც ერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არ იქნება ჩვენს თავზე მორგებული. ეს იქნება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული, ჩვენი ხალხის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ მინისტრი შავლიაშვილი მე მას ვთხოვე, რომ ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელსაც ახორციელებს მის სამინისტრო, იყოს უფრო აქტიურად გაშუქებული. ჩვენ აქტიურად უნდა ჩავაბაროთ ანგარიში ხალხს. საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, საბედნიეროდ ან სამწუხაროდ, მანამდე მინისტრმა განსხვავებული მიდგომები, ის და მის თანამშრომლები თვითონ აშუქებდნენ, თვითონ ხსნიდნენ ამ პროექტებს, მაგრამ საჭირო ახლა უფრო მეტი ანგარიში ჩავაბაროთ ხალხს. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მინისტრ შავლიაშვილს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ის განახორციელებს, რომელიც ახორციელებს, ხალხს აჩვენეთ. აი ეს პროექტი ძალიან კარგია, რომ აჩვენოთ ხალხს და უთხრათ ხალხს თუ რა კეთდება მათთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მინდა მობრძანებისთვის გადაგიხადოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ძვირფას ელჩებს და ძვირფას სტუმრებს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა იმერეთიდან პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. რა შედეგი ბრუნდება